გადაცემას შატოლე ბერიძეზე საუბრით ვაგრძელებთ, რომელიც მარტვილის რაიონში, სოფელ ნახურცილავოში მდებარეობს. როგორც მისი დამფუძნებლები ყვებიან, ეს არ არის მხოლოდ მარანი, ეს არის ტრადიციის გაგრძელება, ფესვების აღდგენა და შესაძლებლობა წინაპრების მიერ დაწესილი საქმის ღირსეულად გაგრძელების. ადგილზე ძირითადად მეგრული, ენდემური, აბორიგენული ვაზის ჯიშებია გაშენებული და ღვინის დაყენებაც ევროპული ტექნოლოგიით ხდება. შატოლე ბერიძეს საქმიანობაზე უკვე ნათია ბერიძესთან ერთად ვისაუბრებთ, მის დამფუძნებელთან ერთად, რომელიც გვერდდება პირდაპირ ეთერში. ნათია, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა და პატიჟებისთვის, მოვესალმები ასევე მაყურებელს. ნათია, საინტერესო ისტორია გაქვთ იმ საწყისების, რაც უკავშირდება უკვე მარნის შატოლე ბერიძეს შექმნას. მინდა გავიხსენოთ ის პირველი ნაბიჯები იდეიდან უკვე დღემდე, როგორ შეიქმნა ეს ბრენდი. კი ბატონო, მოგიყვებით, ესე ვთქვათ, მოკლედ ვეცდები რომ შემოვიფარგლო და მოკლედ მოვყვა ეს ისტორია. ჩვენ ესე ვთქვათ, ეს სოფელი ჩვენთან, ანუ უკვე დიდი ხანია რომ გვაქვს, ანუ ოჯახში დაახლოებით თუ სწორად მახსოვს 150 წელზე მეტია, როდესაც იქ უკვე დასახლდნენ კონკრეტულად იმ ტერიტორიაზე ჩვენი წინაპრები და ნუ ასე ვთქვათ, დიდი ბაბუას გაშენებული სახლი იყო ოდესღაც. ნუ მერე შემდგომ პერიოდში, როგორც ამას ხშირად ვყვებით ხოლმე, ანუ ისტორიის კუთხით, ესე ვთქვათ, მამა იყო მშენებელი და მოუწია აფხაზეთში მუშაობა, სადაც შემდგომ დედა გაიცნო და ასე ვთქვათ, დაოჯახდნენ და ნუ იყვნენ აფხაზეთში, თუმცა ბაბუა იყო ჩვენი მაღაროელი, საიდანაც მოხვდნენ ზოგადად აფხაზეთში და ნუ რაღაც პერიოდი გაატარეს იქ. შემდგომ ნუ ესეთი ამბავი მოხდა, რომ მაღაროში ავარიის შედეგად უბედური შემთხვევა დაემართა და დაბრუნდნენ უკან, ესე ვთქვათ, ძირფესვიანად უფრო რაღაც პერიოდი გაატარეს იქ, ანუ მამას ბავშვობა. იქაც ეწეოდნენ, რა თქმა უნდა, ამ თავის დროზე ამ მეღვინეობის, მევენახეობის და ესე ვთქვათ, სოფელში როგორც შეეფერება მეურნეობას. და ნუ მოკლედ რაღაც პერიოდის მერე ესე ვთქვათ აფხაზეთის ამბებიდან გამომდინარე ჩვენი ძვლებით მოგვიწია რუსეთში ცხოვრება და ნუ ძირითადად ბაბუა იყო ხოლმე მიდამოს ესე ვთქვათ პატრონი და რაღაც პერიოდის მერე დავბრუნდით ესე ვთქვათ ოჯახურად 2013 წელს დაახლოებით. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავით ძირითადად აქ, მაინც რა თქმა უნდა ამ ტერიტორიას ხედავდით და არასდროს დაგვევიწყებია, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო ისტორია აქ. ჩვენ როდესაც დავიწყეთ ესე ვთქვათ სახლის აღდგენა, მანდ ასევე აღმოვაჩინეთ, რომ იყო ძველი ქვევრები, ვიცით რომ ქონდათ ცოლიკაური გაშენებული თავის დროზე, ანუ 100 წლის მეტი, მაგრამ ანუ ესე ვთქვათ საბჭოთა პერიოდში ეს ხო იცით როგორ იყო ამოჩეხეს და ჩაის დარგვა იყო უფრო ძირითადი ნაწილი, თუმცა შემოგვრჩა რაღაცა ამ ეტაპისთვის იყო შემორჩენილი მხოლოდ სუფრის ჯიშები, აი ოდესა, რასაც ქვია, დღემდე გვიდგას, რომელიც დაახლოებით 150 წლის მეტი თუ არა არის და ნუ ესე ვთქვათ, ამას ველოლიავებით როგორც მემკვიდრეობას და ნუ დავიწყეთ ესე ვთქვათ, ჩამოსვლისთანავე ეს იდეა გაჩნდა, რომ უფრო ძირფესვიანად აღვადგინოთ მოკლედ სახლი, კარმიდამო და დაგვეწყო ეს მევენახეობა, რადგან ეს ქვევრებიც ვნახეთ, ორი პატარა ქვევრი დღემდე გვაქვს ჩვენ შენარჩუნებული, ძალიან საინტერესო არის. ესე იგი, დიდი ბაბუა იყო ძალიან ესეთი მორწმუნე ადამიანი და ქონდა პატარა სალოცავი სახელობითი ქვევრები, რომელიც დღემდე შემოვინარჩუნეთ და ამას ესე ვთქვათ, ესე სანახაობრივად ვინახავთ და ვეფოფინებით და ნუ შესაბამისად მივხვდით, რომ ეს აუცილებელი მიმართულებაა, რომელიც მათ შორის უნდა, ესე ვთქვათ, გაგვეგრძელებინა. და ნუ გაჩნდა იდეა ის, რომ ჯერ მოგვეყვანა და გაგვეშენებინა ეს ვენახი და ნუ რა თქმა უნდა ვიფიქრეთ რა იქნებოდა ყველაზე საინტერესო, იმიტომ რომ არის განსაკუთრებული კუთხე და განსაკუთრებული ჯიშები აქვს სამეგრელოს. რა თქმა უნდა დავიწყეთ ოჯალეშით, რომელიც არის ძალიან ესე ვთქვათ საინტერესო და ძალიან ესეთი დახვეწილი და როგორ გითხრათ, მაღალი ხარისხის ყურძენი და ღვინო იწარმოება ამ ყურძნისგან და ასევე რომ სამომავლოდ ესე ვთქვათ უფრო ფართო სპექტრი გქონოდა, ასევე ვიფიქრეთ იმაზე, რომ როგორი ტიპის ყურძენი შეიძლება რომ გავაშენოთ მათ შორის და ასევე არჩევანი
დადგა ისევ და ისევ მეგრულ აბორიგენულ ჯიშებზე და ამ შემთხვევაში გვაქვს ასევე ჭვიტილური, გვაქვს ასევე მაჭყვადური, მაჭყვადინა ასევე ეძახიან და კოლოში, რომელიც ნაკლებად ცნობილია. ჯიშები არის ყველა ძირითადად კოლექციური, ანუ ძალიან მცირე რაოდენობით არის ასევე რეგიონშიც და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებთ და ასე ვთქვათ, მაღალი ხარისხის და ძალიან საინტერესო ღვინოების შეთავაზებას შევძლებთ მომხმარებლისთვის. კი ბატონო, წარმოებაზეც მინდა გკითხოთ. ეს არის ნიშური წარმოება, ხომ? არ არის რაღაცა მასობრივი წარმოება და ითვალისწინებს საშუალო კატეგორიაზე მაღალი, ასე ვთქვათ, ბიუჯეტის მომხმარებელზეა გათვლილი. მინდა გკითხოთ, დაახლოებით რა მოცულობას აღწევს წარმადობა, რომელი ჯიშები რა რაოდენობით იწარმოება, რომელი არის მთავარი აქცენტი. თქვენ შემთხვევაში და რეალიზაციის ნაწილზეც მინდა გკითხოთ. კი ბატონო. ჩვენი ესე ვთქვათ პირველი ვარსკვლავი არის ოჯალეში ამ შემთხვევაში, ანუ პირველი ღვინო, რომელიც დავიწყეთ, რომლის წარმოება ესე ვთქვათ პროფესიულად დავიწყეთ, 2023 წელს დავაყენეთ ჩვენ პირველი ღვინო, სხვათა შორის ესე ვთქვათ საკმაოდ ბევრი გამოწვევა მოყვება, იმიტომ რომ თვითონ მოვლა აი ამ ჯიშების არის ძალიან ესე ვთქვათ დიდი პასუხისგებლობა თვითონ გამომდინარე კლიმატური პირობებიდან სამეგრელოს ესე ვთქვათ ძალიან მოწყვლადი ტერიტორია არის ანუნესტიდან გამომდინარე და ერთ-ერთი მე ვიტყოდი ალბათ მთავარი არის ის რომ ჩვენ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ესე ვთქვათ ბიო მიმართულებას მივყვეთ ამ ეტაპისთვის სერტიფიცირება არ გვაქვს მაგრამ ვცდილობთ რომ ქიმიურად არაფერი არ დავამუშავოთ ეს არა მხოლოდ ყურძენს ეხება არამედ ანუ ყველაფერი რაც გვაქვს ესე ვთქვათ კარმიდამაში და შესაბამისად რაოდენობები რთულია ეს წლიდან წლამდე რო თქვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ პირობებზე არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა. ამ ეტაპისთვის დაახლოებით ოჯალეში რაც გვაქვს წარმოება ეს არის 700-800 ბოთლი. ჩვენ თავიდანვე ავირჩიეთ მიმართულება, ესე ვთქვათ, ბუტიკურს, რასაც ეძახიან ნიშურს, იმიტომ რომ ხარისხზე არის ჩვენი ძირითადი აქცენტი, არ გვინდა რომ ესე ვთქვათ იყოს ბევრი და ხარისხის კომპრომისი. მასიური და ხარისხზე რაღაცა კომპრომისი გავწიოთ. ამ ეტაპისთვის, რადგან ჩვენ ავირჩიეთ ესე ვთქვათ ევროპული წარმოება, რა თქმა უნდა, ქვევრებიც გვაქვს და ეს ვთქვათ ამ ტრადიციასაც აუცილებლად მივყვებით და გავაგრძელებთ უბრალოდ ძალიან დიდი პასუხისგებლობის ვეკიდებით, იმიტომ რომ ესე ვთქვათ ქვევრის ღვინო ეს არის ცოტა სხვა ესე ვთქვათ სხვა სამყარო და სხვანაირი მიდგომები სჭირდება. თუმცა ჩავყარეთ უკვე ქვევრები და იმედი მაქვს, რომ სამომავლო წლებში აუცილებლად მაგასაც დავაყენებთ. რაც შეეხება დანარჩენ ღვინოებს, ანუ წელს ალბათ სავარაუდოდ ნაკლებად მოსალოდნელია, იმიტომ რომ წელი გვქონდა საკმაოდ რთული და ესე ვთქვათ უკვე ყვავილობისას მოგვიყინა ძირითადად მთლიანად კლიმატური პირობებთან გამომდინარე. კი ბატონო, მოყინა სამწუხაროდ უკვე აი დაახლოებით აპრილ-მაისის პერიოდში და ფაქტიურად ანუ მეორედ რაც შეგვრჩა ხელში იმისგან მოგვიწევს ესე ვთქვათ რაღაცის წარმოება, მაგრამ ხო ჯერჯერობით გვაქვს, რა თქმა უნდა, 23-24 წლის ღვინოები. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ თვითონ რაც დავიწყეთ ევროპული წარმოება, აწარმოა საქართველოს დახმარებით, ასე ვთქვათ, შევიძინეთ ის აღჭურვილობა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ხარისხიანი და პროფესიულად მომზადებული ღვინო შევთავაზოთ მაყურებელს. და კი ბატონო, ანუ ამ დღეისთვის ალბათ ვიტყვი, რომ გვაქვს შესაძლებლობა ზოგადად, რომ 1000-2000 ბოთლის ფარგლებში წარმოება იყოს, მაგრამ ესე ვთქვათ, ეტაპობრივად კი, როგორც რეალიზაცია სათქდება, აი სად შეუძლია მომხმარებელს შეძინა ადგილზე სთავაზობთ, ძირითადად თუ როგორ არის ეს? ადგილზეც ვთავაზობთ, რა თქმა უნდა, ჩვენი კონცეფცია არის ის, რომ არ იყოს ეს მხოლოდ ესე ვთქვათ პატარა მარანი, როგორც თქვი, ჩვენ სახლის აღდგენა დავიწყეთ და მიმართულება აუცილებლად იქნება ისიც, რომ სტუმრების მიღება შეგვეძლება ახლა მომავალში და რა თქმა უნდა, გეგმაში გასტრონომიაც არის და რეალიზება ხდება
ხდება ისე რომ ჩვენი მარანი არის ისეთ ადგილმდებარეობაზე, სადაც საკმაოდ აქტიური ტერიტორია არის ტურისტულად და ხდება ხოლმე ისედაც რომ იციან ბევრმა რუკაზეც არის მონიშნული და ჩერდებიან და კითხულობენ ადგილზე ვახდენ რეალიზაციას რა თქმა უნდა. ასევე ხშირად მონაწილეობთ 23-24 წლიდან უკვე ფესტივალებში. შესაბამისად ფესტივალებზე შეგიძლიათ მობრძანდეთ და აგემოვნოთ და ასევე შეიძინოთ ჩვენი ღვინოები და რა თქმა უნდა ყველაზე დიდი სურვილი და ესე ვთქვათ მიზანი ამ ეტაპისთვის არის 800 მოსავალი. იმედი გვაქვს რომ ამასაც ახლა მომავალში შევძლებთ ბატონო. იქნება და კი ბატონო და ნუ რა თქმა უნდა მიზანი არის ასევე რომ გასტრონომიის მიმართულებით, ანუ ადამიანები ვისაც უყვარს ესე ვთქვათ კარგი ღვინის და კარგი საკვების საჭმლის შეზავება, შერწყმა ერთმანეთში ამ ხალხს შევთავაზოთ ესე ვთქვათ ის დახვეწილი, ხარისხიანი, მეგრული ღვინოები და ნუ მიზანიც ის არის რომ ვაჩვენოთ ყველას რომ სამეგრელოში მიუხედავად იმისა რომ ბევრი ესე ვთქვათ სტერეოტიპი არსებობს, შეგვიძლია და გვაქვს საკმაოდ კარგი საინტერესო დახვეწილი კი ბატონო ღვინოები და შეგვიძლია ესეთების წარმოება. ნათია, ახსენეთ გაფართოების გეგმები გულისხმობ ადგილზე უკვე სხვადასხვა ის კუთხის სერვისის შეთავაზებას სტუმრებისთვის. ამაზე მოთხოვნა რამდენად არის გამომდინარე იქიდან რომ მარტული საკმაოდ ტურისტულად დატვირთულია განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში მარტულის კანიონიდან და სხვა ის თქო ლოკაციებიდან გამომდინარე ამ გეგმის განხორციელება რა პერიოდიდან იგეგმება და იქნება თუ არა ეს მაგალითად განთავსების შესაძლებლობა და სხვა სერვისები გულისხმობ აი გასტრონომიის მიმართულებას. სამომავლო გეგმებში აუცილებლად გვაქვს რა თქმა უნდა განთავსების და გასტრონომიის გეგმები რა თქმა უნდა როგორც ვახსენე ჩვენი ესე ვთქვათ მარანი არის ზუსტად ისეთ ტერიტორიაზე განლაგებული რომელიც არის ფაქტიურად მარტულის კანიონის და ნოქალაქევის შორის ეს არის ორი დიდი ესეთი ტურისტული სადაც ბევრი ადამიანი იყრის განსაკუთრებით და ფაქტიურად ჩვენ ვართ ესე ვთქვათ გზის პირას მივყვებით ანუ მდინარის ნაპირზე ფანტასტიკური ლოკაცია არის და ხშირად ვხედავთ რომ ეს ტურისტული ნაკადი რაც არის და ნუ ესე ვთქვათ ჩვენ ვეცადეთ რომ ძალიან ესეთი ლამაზი კარმი დამოგქონოდა და ხშირი არის შემთხვევები რომ ჩერდებიან ხოლმე ტურისტები და ნუ რადგან იციან რომ რეგიონებში არსებობს ეს ოჯახური სასტუმროების ტიპის ესე ვთქვათ განთავსების შესაძლებლობები ხშირად კითხულობენ რომ არის თუ არა შესაძლებლობა რომ განთავსებას გაჩერდეთ. ეს შესაძლებლობაც წელს მთლად არ გვაქვს, მაგრამ კი ბატონო, ან სახლის მეორე სართული ამ ეტაპისთვის ესე ვთქვათ ვამზადებთ და თითქმის მოვსჭით უკვე აი ამ რაღაცა აღდგენა რემონტის საკითხებს და დიდი იმედი მაქვს რომ შემდეგი წლიდან უკვე შევძლებთ ნელ-ნელა რომ ესე ვთქვათ პატარა ნაკადების მიღებას და ნუ შემდგომში რა თქმა უნდა ტერიტორია გვაქვს საკმაოდ დიდი და ვფიქრობ რომ ამ მიმართულებასაც მივყვებით რომ ვთქვათ ადგილზე კიდე დამატებით იყოს რაღაცა განთავსების შესაძლებლობები. კი ბატონო, ნათია, კითხავთ რთველის პერიოდზე, სამეგრელოს შემთხვევაში ეს რა დრო არის გათვალისწინებული და როგორი იყო წლევანდელი წელი, იმიტომ რომ სხვა რეგიონებში იყო საკმაოდ ბევრი გამოწვევა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. სხვა შემთხვევაში როგორი იყო ვითარება? ჩვენთან საკმაოდ გამომწვევი იყო წლევანდელი წელი, ჩვენ რთველი გვეწყება დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებიდან, აქ ძალიან ბევრი ესე ვთქვათ პირობა არის გასათვალისწინებელი კლიმატური რა თქმა უნდა. წელს ესე ვთქვათ სამწუხაროდ გაზაფხულზე ყინვები და გვემთხვა და მოსავალი ფაქტიურად არ ვიცი 30% თუ იქნება იმისი რაც უნდა იყოს ესე ვთქვათ კარგია. ამიტომ რა თქმა უნდა მოველოდებით იმას რომ წარმოების ნაწილშიც ალბათ ყურძენის ფასით საკმაოდ დიდი იქნება იმასთან შედარებით რაც არის წინა წლებში ჩვენ მიუხედავად იმისა რომ ვცდილობთ ხოლმე რომ კონკრეტულად ჩვენი მოყვანილი ყურძნით ან სრულად თქვენი ყურძნით კეთდება და რამდენი ჰექტარია ჯამში? ჯამში ტერიტორია დიდი გვაქვს 3 ჰექტრამდე, მაგრამ ამ ეტაპისთვის დაახლოებით გვაქვს სადღაც 800 ძირამდე დარგული სხვადასხვა ტიპის ყურძენი. ამ ეტაპისთვის დაახლოებით 500 ძირი არის ოჯალეში და დანარჩენი არის ესე ვთქვათ ჭვიტილური, მაჭყვატური და კოლოშის ძირები. თუმცა ხო ვფიქრობთ კი არა და ვაპირებთ რომ ეს ტერიტორია მაქსიმალურად დავფაროთ ამ ჯიშებით და უკვე მე ნელ-ნელა გადავიდეთ სრულად ჩვენი წარმოებული ესე ვთქვათ ჩვენი მოყვანილი ყურძნის ბაზაზე გავაფართოვოთ წარმოება.
კი ბატონო. ნატია, როცა საუბრობთ შედარებით მაღალ სეგმენტზე და ნიშურ ღვინოზე, ღირებულება დაახლოებით როგორ განისაზღვრება? დაახლოებით საიდან სადამდე მერყეობს ფასები? სხვადასხვა ფასები არის აბსოლუტურად, რა თქმა უნდა. ნუ ეს ცოტა ისეთ ვთქვათ, რთული საკითხი არის, იმიტომ რომ ყველა მწარმოებელს თავისი როგორ გითხრათ, ანუ ღვინო არ არის, ესე ვთქვათ, მხოლოდ მოიყვანე ყურძენი და დაწურე და ასე შემდეგ, ხო? ეს არის მუდმივი დიალოგი კლიმატურ პირობებთან, ხარჯებთან, ბიუროკრატიასთან და ასე შემდეგ, ხო? ანუ გამომდინარე იქედან თუ რა უწევს ყველა, ესე ვთქვათ, მეწარმეს რა ხარჯების გაწევა, იქედან გამომდინარე არის უკვე, რა თქმა უნდა, ის ფასები შედგენილი. ნუ გააჩნია ხო, რა თქმა უნდა, ანუ ბაზარზე ასევე რა თქმა უნდა ჩვენ უყურებთ და ვადარებთ ღვინოებს, ანუ გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე რაც არის და ნუ ჩვენი რაც ვნახეთ, აი სხვადასხვა ფასები არის. ანუ შეიძლება იყოს 60 ლარი, შეიძლება იყოს 80 ლარი, არის ოჯალეში რომელიც ასე ვთქვათ 200 ლარი და მეტიც ღირს ხოლმე, ხო? კი ბატონო. ნატია, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ და მოკლედ გელოდებით სიახლეებით, მათ შორის გაფართოებასთან დაკავშირებული ამბებით. ძალიან დიდი მადლობა თქვენ სტუმრობისთვის და იმედია თქვენც გვესტუმრობით ახალ მომავალში. მადლობა კიდევ ერთხელ ნატია ბერიძე, შატოლე ბერიძეს დამფუძნებელი სტუმრობდა გადაცემაში.